გამარჯობა. აგიბრუნდით მეგობრებო, ყველაფერი განაქვს შენ გარშემო. მე შენია რომ მაგიტას ხელი არ დავადო თორე მე. ხო. ჩვენი მესამე ვიდეოა. დღევანდელი ჩვენი ვიდეო იქნება ურთიერთობებზე, მიახლოებით რომ გაიგოთ მაინც რომ გითხრათ, დიდი აქტიურობა არ არის მაინც გავაგრძელებთ გადაღებას. ჩვენ ხო გვიხარია რა თავარია და ხა. მაგრამ ძალიან უნდა რომ ხელები მაგიდაზე დადოს, მაგრამ არ შეიძლება ფუფუ ახიხია ყველაფერი ტრიალებს, ამიტომ აკრძალული მაქვს დღეს მაგიდაზე ხელების დადება. როგორც ხედავთ მესამე ვიდეო. რა მეზობლის ბავშვი ხარ? მაგრამ ის არის რომ იდეაში, როდესაც ვფრენით ხარს, გვინდოდა ყოფილიყო სასარგებლოც, შეიძლება გელაპარაკები შეიძლება იცი. იდეაში, როდესაც არხს ვქმნიდით, გვინდოდა რომ ყოფილიყო სასარგებლოც და საინტერესოც. ჯერჯერობით მესამე ვიდეოა უკვე მხოლოდ სტუდიაში ვზივართ. ეს ნახატები, რასაც ჩვენს უკან ხედავთ, ყველაფერი დახატულია ასმათი კუბატაძის მიერ, ჩვენი მხატვარი, პირადი მხატვარი ყავს, ესე ვთქვათ. თელს სახში ნახატებია. ნახატები, პატარა ქანდაკებები, კარგები და ასე შემდეგ. იდეაში არ ვაპირებდით დღეს ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ რაღაც თემებზე დავიწყეთ საუბარი და მე ვთქვით რომ მოდი ბარემ ვიდეოს ჩავვრთოთ და ვისაუბროთ. ჩავვრთეთ ვიდეო და დავჯექით ახლა და ვისაუბროთ რაღაცა კითხვარი გვაქვს, ვის მიხედვითაც ამ კითხვებს დავიკითხავთ და მე გავცემთ იმ პასუხს. რანდომად დავაწერიეთ კითხვები და არ ვიცით ასე თუ ისე რა კითხვები შეიძლება შევხვდა, სპეციალურად არ წავიკითხე, ჩემი ცნობის მოყარებობის მიუხედავად თვალი თითქოს გამექცა, მაგრამ ძალიან მინდა რომ ხელები ისე დავტო, მაგრამ ვიცი. ესე რაღაცნაირად იღავი ეგრე მე რა გინდა მეც ესე დავждები ხა. მწვავე და ღირებული კითხვები ურთიერთობებზე. რაღაცა ეს ამონაცდება, ან აქ ამონაცდება, ან თუ დამეზარა საერთოდ ამონაცდება. შენი პარტნიორი ვერაფერს გაწვდის. What? თუ შენი პარტნიორი ვერაფერს გაწვდის გარდა სითბოსა და სიყვარულისა, საკმარისია ეს შენთვის? ორი ვარიანტი არსებობს. ერთი ვარიანტი არის ის, რომ უბრალოდ ეს სითბო და სიყვარული შენთვის არ არის საკმარისი. და მეორე ვარიანტი თუ ამის გარდა ეს ყოფნის და კიდე სხვა რამეც გინდა, უბრალოდ ქალი ხარ რა, მისაღები მოდი. ვიწყებთ იმაზე საუბარს, რომ რამე მატერიალური თუ გაგლია, იმიტომ რომ მატერიალური ალბათ ორივე იგულისხმება, მატერიალურიც და შეიძლება იგულისხმებოდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მატერიალიზმზე, ჩვენ უფრო ადამიანის გრძნობებზე მორგებით გვინდა ვისაუბროთ. ხა მატერიალური ხა ესეთი რაღაცა დღეს არის, ხვალ არ არის, ანუ გაკან არა გაკ. თუ კი მატერიალურს გადავწყვეტებით, ძალიან გაგუჭირდება საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დღეს მატერიალური პრობლემა აქვს, რა ვიცი, მე მგონი 90%-ზე მეც. მატერიალური პრობლემა გასაგებია, რომ ყველაფერს ზოგადად აფუჭებს. რამდენი საშუალებასაც მისცემ, მატერიალური პრობლემები ყველაფერს გაგიფუჭებენ, სლამდეს მიიყვან და დამოკიდებულება არის მაინც მთავარი. რომ მატერიალურის მიღმაც არსებობს რაღაცეები, თუნდაც უფლობის ფონზე აბსოლუტურად ყველა ურთიერთობა მიდის რაღაცა იმ ეტაპზე, სადაც პრობლემები შენს თავს მაქვს. სითბო და სიყვარული საკმარისი როგორც ასეთი არ არის ხოლმე გრძელვადიანად. რატომ? კი, მეთანხმები 100% მართალი ხარ, სიყვარული სახელმწიფოებადი მდგომარეობა, რომ დაუკვირდეთ. აი, რო გადახედოთ თქვენ ცხოვრებას, ხა, რამდენიმე შეყვარებული ხოსაც ყოლია ცხოვრებაში, ზოგს შეიძლება შეყოლი არ ვიცით. რო გაიხსენოთ როგორი იყო თქვენი პირველი სიყვარული, როგორი იყო თქვენი მეორე სიყვარული. იდეაში ყველა სიყვარული იყო სხვადასხვანაირი, რო გაიხსენო. ანუ ერთნაირი სიყვარული არ არსებობს, ვერ გამოცდი ერთნაირი სიყვარულს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი შეიძლება გიყვარდეს სხვანაირად. ესეა ეს სიყვარული არის სახეცვალებადი გრძნობა. შეიძლება დღეს გიყვარს იმით, რომ ძალიან კარგად გძნობ თავს, ჰაეროვნად ხარ, ძალიც უმასთან გინდა ყოფნა, უმასთან გინდა ლაპარაკი, მაგრამ აი ეიფორიაში ხარ. ხო, თქვა 5 წლის მასთან თანაცხოვრების შემდეგ უკვე სხვანაირად ფიქრობ. ურთიერთობა მაინც არ არის ის, რომ მარტო სიყვარულზე რო იყოს და დამოკიდებული. ეს არის ორი ადამიანის ურთიერთქმედება, როგორ არის ერთმანეთში, როგორ თანხმდებიან ერთმანეთში რაღაცებს და უბრალოდ ორი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მაინც ერთად იყოს რამე პრობლემების წინაშე რა. შენ თუ არ გინდა იმ ადამიანთან ერთად პრობლემების გამკლავება, ეს შიდა პრობლემები იქნება, თუ გარე პრობლემები იქნება, მაშინ მანდ უკვე სიყვარული აღარ არის, აღარც ურთიერთობა აღარ არის და ჩემი აზრით უნდა დაიშალოს. მერთო ჩემო.
ჩვეულებრივმა კოხომ გიკბინა, არ მოკვდები. არა, ობობის ნაკბენია. შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და მაინც არ იყო მზად მის გვერდით ცხოვრებისთვის. კი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ხო იცი როგორ ქორწინდებოდნენ. ნახე რა მაგარი გოგოა, ბიძაშვილია. მოდი წავიღოთ. და ესე ამოიდებდნენ ხოლმე იღლიაში და მიდიოდნენ მე მიყავდა. ისე რა უბედურება იყო. ხო, ზოგს იტაცებდნენ ვაფშე. მოტაცება არ არის პირველი ვარიანტი რაც თქვი. არა. კი. არა რო გააცნობდნენ ერთმანეთს ვიღაცა მეზობლის ჩემი ნათესავის და ქალის ბიძაშვილის ნათლია, ის ნახე რა მაგარი გოგოა, კაი გოგო უნდა გაგაცნო. მიდიოდნენ მე რაცნობდნენ და ესენი არიქა ერთ კვირაში რო ქორწინდებოდნენ. ხა მაშინ სხვა დრო იყო და სხვანაირად ცხოვრობდა ხალხი, სხვა გაგება იყო საერთოდ და სხვა პრობლემები იყო. სხვა პრობლემები ჰქონდა ხო ხალხს ხა. ზოგი ოჯახდებოდა, იმიტომ რომ ომში არ წასულიყო, იქონდა ეგეთი პერიოდიც. ნუ მე იძახოდნენ რომ აი თოლი მოვიყვანე ომში რო არ წავსულიყავი და მე შორს წავედით. ომში რატო არ იყავი, ან ჯარში რატო არ იყავი? დღეს ეგეთი სიტუაცია გვაქვს. ადამიანებს უბრალოდ უჭირთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ანუ კიდევ ხა ეს არის პასუხისმგებლობა, ერთად ცხოვრება, ხო? მარტო შენ ხო არ ხარ მაგალითად, მირჩენია რომ ეგ პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემსაყვარელ ადამიანთან ვიცხოვრო, ვიდრე ძაღლი მყავდეს მაგალითად, იმიტომ რომ ძაღლის როგორ არ მიგულისხმია დღესდღეობით ადამიანებს უჭირთ პასუხისმგებლობის აღება, როდესაც პასუხისმგებლობის შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და მაინც არ იყო მზად მის გვერდით ცხოვრებისთვის. შეიძლება. სწორედ ამიტომ არის რომ ზოგიერთი 11, 12, 15 წელიც არიან შეყვანილი. არ არის მზად. არა მარტო საკუთარ თავზე არის ახლა ბევრი რაღაცაზე არის ეგ დამოკიდებული ახლა მდგომარეობას და ხდება რომ არ აქვს იმის საშუალება რომ ოჯახი შექმნას და ბავშვები გაზარდოს და ასე შემდეგ. ფაქტია რომ იტყვის რომ იცი რა მე არ ვარ ჯერ ამისთვის მზად, მაგრამ ადამიანი უყვარს რა უნდა ქნას. იხლიჩება ორ სამყაროს შორის. ძალიან რთულია დაწყვეტილება. ზოგიერთი ადამიანი იმდენად არ არის მზად რომ მეორე ნახევართან ერთად იცხოვროს და ურჩევნია ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც მშობლები, მაგალითად მშობლებთან ერთად ცხოვრებას, ან მარტო ცხოვრებას, ან სტატუსის გარეშე ცხოვრებას ერთად. ის მგონია რომ ფსიქოლოგიური მზაობა არის საჭირო იმისთვის, რომ შენ მეორე ნახევართან ერთად იცხოვრო. ოჯახი ხო ტყუილა არ ქვიან, ორი ადამიანი ჯახი რა, ყველაზე მარტივად რა. და მეუღლე, ანუ ადამიანი რომელთან ერთადაც უღელს იზიდავ, ხო? შენ თავშივე უნდა იყო მზად რაღაცებისთვის, დათმობისთვის, სიახლეებისთვის. ის გამო დაკარგავ ადამიანს, ვინც უპირობოდ გიყვარს. მე პირადად ეს დასოს პოდკასტია დღეს. მე პირადად დღეს ხო ჩემი პოდკასტია. ჩემი აზრი პირადად არის ეგეთი, სიკვდილი თუ დაგვაშორებს, აი შენ ჩვენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვიცხოვრია ერთად, რის გამო დაკარგავ ადამიანს. შენ რის გამო? ღალატისთვისო არ თქვა, იმიტომ რომ არის ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ღალატს პატიობენ ერთმანეთს და ძალიან ბევრი ეგეთი ოჯახებიც ღალატს პატიობს, კაცის და ქალის ხოთა შორის. ხო, მე ხო, ეგ ისეთი საკითხია, მაგას შევეხოთ მე მაგ საკითხს როგორც შევწყვეტ ისე. საკითხს მე ოდესმე შევეხოთ. ხო, ნებისმიერ თემას შევეხოთ, არანაირი პრობლემა არ არის. თუ კი ორ ადამიანს შორის ორივეს აქვს იმის რანაირად ზიხარ, ანუ ეს აი ამ სახის გამო მე მგონია რომ ჩვენ აღარ შემიძლია მესხელი ეს უნდა დავდოთ რომ იტანჯები მთელი გადაღებაა. თუ კი სანამ რამე მოხდება აზრის დონეზე რაღაც ჩამოყალიბდა, რაც არ არის კარგი ურთიერთობისთვის და შეიძლება დაანგრიოს, ჩვენ ურთიერთობაში მაგალითად ესეთი წესია. როცა რაღაც კითხვის ნიშანი არსებობს, ან რაღაც რიგზე ვერ არის, აუცილებლად ვждებით, ვსაუბრობთ ვიგებთ ერთმანეთის აზრს, ყოველი ადამიანის განშვებას ალბათ შევძლებდი მაშინ, როდესაც მიხვდებოდი, რომ ამ ადამიანს ბატარეაში მოიგებდი და და კიდევ თუ კი მიხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემთან იმდენად არ არის ბედნიერი, რომ ჯობია რომ წავიდეს. რა წარმომიდგა თვალწინით? ცუდად გიჩანს მაშინ. რა წარმომიდგა თვალწინით? მიტან ვაგდამდუხელები. კაცრავად. აი როგორ განაყოფს ჩვენი environment-ი გარშემო, არაფერი არ არის. დავადგინეთ რომ ეს მარიამის ბრალია. მოდ მაგიდა არის ძალიან არასტაბილური. ადამიანი თუ ბედნიერი არ არის თქვენთან და სული ეხუთება, უნდა გავუშვათ. სხვათა შორის კი და რაღაცა შიშები რაც გაქვს ადამიანს, რომ აი ღალატებს ან რაღაცა ცუდად ვარ, ვერ ვუშვებ, აღარ ვეყვარები და ასე შემდეგ. ანუ თუ ადამიანს არ უნდა შენთან ყოფნა
ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წავიდეს და თუ იმასაც აქვს ისეთი პრობლემა, რომ იმასაც არ უნდა, რომ პირდაპირ გითხრას. ხშირი შემთხვევაა, რომ ეს კომუნიკაციის პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს, ახლა და საკუთარი ემოციების და საკუთარი გრძნობების გამოხატვა უჭირთ. შენ უბრალოდ უნდა გაიაზრო ის, რომ თუ ადამიანს შენთან არ უნდა ყოფნა, ძალით არ უნდა დააკავო. უბრალოდ შენი თავისთვის ისევ ცუცი ზამაგით რა. იმიტომ რომ ის მაინც შენ აღიქვავს როგორც ტვირთს, როგორც ზედმეტს, რაღაცა რაც აწუხებს და ყველანაირად შეესწება, რომ მაინც თავიდან მოგიცილოს და შენ უბრალოდ შენ თავს აზიანებ მაგით. ანუ ის არ ცევს შენ პატივს იმდენს, რომ შენთან იყოს და რაღაცა ცუდი არ გაგიკეთოს, თქვათ როგორც ღალატია, მაგალითად ავიღოთ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი შემთხვევა ეგ არის ღალატია. თუ ვიღაცა ღალატობს, ესე იგი, არ უნდა შენთან ერთად ყოფნა რა. შეიძლება იძახოდეს რომ მინდაო, მაგრამ ქვეცნობიერად არ უნდა. ან შეიძლება თვითონაც არ იცის რა უნდა. ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, ანუ წინა გადაცემაში ვთქვი და ეხაც ისე ვიტყვი, რომ პირველ რიგში დააყენეთ საკუთარი თავი, საკუთარი მენტალური და საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობა ყოველთვის წინ, თუ გინდათ რომ ცხოვრებაში წახვიდეთ წინ. როდესაც ქურციკივით რატო იყურები? აი, ცოტა ვზილობ, რომ თვალები ჩინელივით არ მქონდეს ეს 24-ში და გავახილო თვალები და ქურციკი ხარო. კი, ცუდი გავლენა გაქვს ადამიანზე და შენც არ გაქვს. იმის სურვილი, რომ საკუთარი თავი გამოასწორო და საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას მიხედო, რომ შენი თავის გულისთვის თუ არა, რაც უკვე დესტრუქცია არის, შენი საყვარელი ადამიანისთვის მაინც იყო ფუნქციური და ჯანმრთელი. მაშინ თუ კი ამის სურვილიც არ გაქვს, რომ შენ თავს და შენ ჯანმრთელობას მიხედო, რომ შენს გვერდზე მყოფი ადამიანი მშვიდად და სტაბილურად გრძნობდეს შენთან თავს, ჯობია რომ ეს ადამიანი გაუშვა. შენთვის რომ შეესაბამებოდეს პარტნიორი რომ მიხვდე რომ შენ შეგესაბამება, რა უნდა ემთხვეოდეს, ხედვები თუ ემოციები. ემოციები უნდა ემთხვეოდეს, რა თქმა უნდა, თუ შენ გიყვარს და იმას არ უყვარხარ, მან ურთიერთობა ვერ შედგება ვერანაირად. ემოციები უნდა ემთხვეოდეს. თუ კი საუბარი გვაქვს რელიგიური, პოლიტიკური, რა ვიცი, მსგავსი რთული თემების სხვადასხვაობაზე და სხვადასხვა დამოკიდებულებებზე, მაშინ ძალიან დიდი სიყვარული და ძალიან დიდი მოთმინება არის ორივე მხრიდან საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი შენარჩუნდეს. თუ კი, და მჯობია რომ მონახოთ ისეთი მეურნეობარი, ვინც თქვენ შეხედულებებს დაემთხვევა და ეთანხმება, თუ ვერ მონახოთ ეგეთ ადამიანს, უბრალოდ ზებნა განაგრძეთ. შეიძლება არც ხედვები ემთხვევოდეს და არც რა იყო მეორე? გრძნობები. კარგი ხმის გამოსაჭედა, ძალიან ბევრი წნეხია საჭირო და ბევრი გავაციეთ, გავაცხელეთ, მე ისევ დუგ, მე ისევ ესე. ეგრეა, 100%. ურთიერთობაც ეგრეა. მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ხო რა. რაო? ანუ თუ მიიჩნევ ღალატად იმას, რომ რაღაცას არ ეუბნები შენ პარტნიორსო რა. ანუ რაღაცას უმალავ, ხო, გააჩნია რას უმალავ ხა. ჯერ ერთი რაღაცას გააჩნია რა არ უთხარი. ხო. ვიდი ლავარ. შეიძლება მეგობარმა რაღაც საით უნდა გაგანდო, რომელიც არ უნდა უთხრა შენს ხო. ისეთი რაღაც, რაც პირადად შენს ურთიერთობას არ ეხება და არ დაანგრევს. თუ კი ესეთ რამეს არ გაუზიარებს შენ საყვარელ ადამიანს, არ ნიშნავს რომ ეს ღალატია, მაგრამ ალბათ აქ იგულისხმება მაგალითად შენ თუ გაიპარები თქვა და რაღაცა გაძვრები გამოძვრები ვიღაცებთან რაღაცეებს შური მური გექნება, ეგ უთხრელადაც ღალატია. რო თუხრა მაინც ღალატია, ხო. როდესაც ცდილობ რომ ლოგიკურად რაღაცებზე იაზრონა, მაშინ 1000 კომბინაცია შეიძლება მოგივიდეს თავში, რომ ეს როგორ იქნებოდა ცხოვრებაში, რომ ასე წასულიყო, ისე წასულიყო, ანუ ეგ გასაგებია. ეგეთი აზრები ხშირად ბადებს შემდეგ მოქმედებას, ანუ მოქმედება იბადება აზრებიდან, ანუ თავიდან უცბად არავინ არ ადგება და შეიძლება მაგარი ხარ, მოდი აქ ხვდები რა. ღალატი ტეხავს რა. ტეხავს შემთხვევით, ამოვწურეთ ეს თემა, ხო? ხო. მაგარი კითხვებია, როგორ მოიფიქრა. ხომარელი პარტნიორისგან ისეთ რაღაცას, რაც შენ თვითონ შეგიძლია რომ შენს პარტნიორს მისცემ. ძალიან ხშირად არის ესეთი მომენტი, რომ ხალი ხშირად არის ხოლმე დიასახლისი, თუმცა მამახსახლისებიც არიან, რომლებიც ოჯახის საქმეს უძღვებიან და ხალი მუშაობს სპონსორი თეთრი ჭიქა. თუ კი ურთიერთპატივისცემა არსებობს, ურთიერთობაში ყველა გაიღებს იმას, რაც შეუძლია. მაგალითად, ყველას არ შეუძლია ფიზიკურად მუშაობა.
ურთიერთობაში არ უნდა მოთხოვოთ ადამიანებს თუნდაც ის, რასაც ჩვენ გავსცემთ. პრინციპში მაინც იმაზე არის დამოკიდებული, როგორ შეთანხმდება წყვილი. ხო. თუ კი წყვილი შეთანხმდა, რომ 50-50-ზე უნდა გაიცეს ენერგია და ფინანსები და ან ყველაფერი 50-50-ზე უნდა იყოს, მაშინ იყოს ეგრე. თუ შეუძლიათ რომ ასე იყოს. მაგრამ თუ კი ასე არ ხდება და ვიღაცას რაღაცაში უფრო მეტი უპირატესობა აქვს ვიდრე მეორეს და თავის საყვარელ ადამიანს ამას არ თხოვს, რა პრობლემა, ანუ მთავარია რომ წყვილი გრძნობდეს ერთად თავს კომფორტულად. სიყვარულში უფრო თავისუფლება გინდა თუ უსაფრთხოება და რატომ? რა შუაში მარიამი აგვიხსნის. შემომტენე ყველა კითხვის პასუხი მე მგონი აქამდე ის ურთიერთგაგება მნიშვნელოვანია და საუბარი არის მნიშვნელოვანი ძალიან წყვილებში. ხშირად ისაუბროთ გულახდილად და მზად იყოთ, რომ თუ კი რამე უსიამოვნო არის, მიიღოთ ეს აზრი, გადაამუშავოს გონებამ, გადახარშოს ყველაფერი, ლოგიკურად დააწყოს რა, როგორ, რანაირად და თუ კი მე მართლა მიყვარხარ შენ, ვეცდები რომ შენთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო შექმნა ჩემთან და მეც მქონდეს იმის მოლოდინი, რომ შენთან უსაფრთხო და კომფორტული გარემო მექნება. ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა საკუთარი თავისგან ის იყო, რომ ისეთი ადამიანი მყოლოდა, რომლის ნდობაც მექნებოდა და თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი. თავისთავად, ხო. რას ეძებ რეალურად ურთიერთობაში. აი შენ რას ეძებდი რეალურად ურთიერთობაში და ეხლა თუნდაც რამდენი წელია რაც ერთად ვართ? 11. ურთიერთობაში რას ეძებ? მე ურთიერთობაში არაფერს არ ვეძებ, იმიტომ რომ ყველაფერი ნაპოვნი მაქვს უკვე რაც მჭირდება. მე პირადად ახლა არაფერს არ ვეძებ, მაგრამ როცა ვეძებდი ადამიანს, ვინც გამიგებდა, ხო და ამიტომ ვეძებდი ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეიძლება რომ გაიგო ჩემთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დან, აი იმ დან, მე ეს იყო მე რასაც ვეძებდი ხა და შეიძლება ადამიანები სხვა რაღაცებსაც ეძებდნენ, რა ვიცი, ხა მე ხო სხვა არა ვარ. რას ეძებ ურთიერთობაში ჩემო სიხარულო? ეძებ თუ იპოვე უკვე? რას ეძებ ურთიერთობაში? რას ეძებდი თავის დროზე, როდესაც ამარჩიე ეს ხოვანი მამაკაცი? ურთიერთობაში, რასაც ვეძებდი, იყო მეგობრობა. იმიტომ რომ მაკაცი. ხო, როდესაც ურთიერთობა მეგობრობაზე არის დაფუძნებული, ეს სიყვარული ბევრ რაღაცას გაუძლებს. როდესაც სიყვარულია, ცხოვრებაში მოდის ბევრი გამოცდა, რომ და მე გამოცდილება, რომელიც ზრდის და უფრო ძლიერს ხდის ურთიერთობას და როცა მეგობრობა არის, ძალიან ბევრი რაღაცას მე მგონი ყველაფრის გადალახვა შესაძლებელი არის. შეიძლება იყო ბედნიერი იმასთან, ვithანაც არ გაქვს საერთო ღირებულებები. ბედნიერი შეიძლება იყო ყველგან და ყოველთვის. თავარია შენ თავს ახლა შენ თუ გიყვარს ადამიანი, ვისაც არ აქვს იგივენაირი ღირებულებები როგორც შენ, თუ იმ ადამიანზეც შენ ისე ზრუნავ როგორც ის ზრუნავს შენზე, ჩემი აზრით უნდა მოხდეს ესეთი რაღაცა. უნდა გამონახოთ საერთო ენა როგორ, მაგალითად. იმას ევასება კლუბები. უნდა წახვიდე შენ თვითონაც ნახო რა მოსწონს, ჩათრევა ჩაყოლა ჯობიაო. და შემდეგ აუხსნა რატომ არ მოგწონს, იმიტომ რომ ძვლის გარეშე ეტყვი რა არ მოგწონს. უნდა იპოვოთ საერთო ღირებულებები. თუ თქვენ ბევრი ღირებულებები გაქვთ და თქვენ პარტნიორსაც სხვანაირი ღირებულებები აქვს და არ ემთხვევით, უნდა იპოვოთ რაღაცა, რაშიც დაემთხვევით ერთმანეთს. თუ გინდათ რომ ბედნიერები იყოთ ერთად. თუ კი გადაიდგე ეს წყალი შენ ხო ხედავ რომ პირში გვალვა გაქვს. მე რაღაცა მოვდი. მოკლედ მეგობრებო. კაი, სერიოზულად რა ვორჩი. წყვილი როგორიც არ უნდა იყოს, რამდენად სხვადასხვანაირი ან ერთნაირიც არ უნდა იყვნენ, საბოლოო ჯამში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დიდია მათი სურვილი, რომ განვითარდნენ ურთიერთობაში. ის ბევრს გონია, რომ რაღაცებს, როდესაც ცვლის ურთიერთობაში მიდგომას, თითქოს თმობს, მაგრამ თუ კი ამას დათმობათ აღიქვავთ, ხალხო დამიჭრეთ ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთობა. ამიტომ ჯობია აღიქვათ როგორც რაღაცა ახლის სწავლა. და ბუნებაში ყოველთვის ყველაფერი ჯანსაღი არის ბალანსზე. მე დასკვნების გაკეთება არ მიყვარს მეგობრებო, იმიტომ რომ
ჩემი აზრით ყველა ადამიანი უნდა თვითონ მიხვდეს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა რა არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას ინდივიდუალური დასკვნა შეუძლია გამოიტანოს თავისი გამოცდილებიდან. ასე რომ მე დასკვნას არ გავაკეთებ, მარიამმა გააკეთა თავისი დასკვნა, თქვენ მარიამის დასკვნა შეგიძლიათ ისევ საკუთარი დასკვნები გამოიტანოთ. ამ ნოტზე დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს იმაში, რაც წაკეთებთ და შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით, ვინც ბოლომდე დაარჩით. მადლობას გიხდით ყველას. აუცილებლად გამოგვიწერეთ, გააზიარეთ ჩვენი ვიდეო, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს, ვისაც ჭირდება ასეთ თემებზე საუბარი. თუ იცნობთ თქვენ მეგობარი თუ გყავთ ვიღაცა ისეთი, ვისაც აჭირვება აქვს ან უჭირს ურთიერთობაში ან არასწორ პარტნიორებს ირჩევს, ჩაუგდეთ ეს ვიდეო, აჩვენეთ და იმედი გვაქვს, რომ რაღაცაში გამოადგება. გისურვებთ, რომ საკუთარ თავში იპოვოთ ის, რაც გჭირდებათ, რომ შემდეგ იპოვოთ შესაბამისი პარტნიორი, ვისთანაც თავს ბედნიერად იქცევთ და ეს ურთიერთობა იქნება ჯანსაღი და მეგობრობაზე დაშენებული. კარგად.